ტაქსის ძღოლების შესაძლოა ლიცენზია გახდეს სავალდებულო და შესაბამისად დედაქალაქში ამ ტრანსპორტით გადაადგილებაც გაძვირდება. ჯერჯერობით უცნობია, როდის შემოვა საქართველოს საერთაშორისო სტანდარტი. თბილისის მუნიციპალიტეტში ძღოლების ლიცენზირების საკითხი ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე განიხილება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება, ძღოლების საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. ერთი დღეც იქნება სულ მალე ეს ქალაქის ტაქსები მერიასთან მიდგება და ცოტა ჭკვიანად იყვნენ ეგენი. საპროტესტო აქციებს ტაქსის მძღოლები იმ შემთხვევაში გეგმავენ, თუ კი ლიცენზიის ვალდებულება დაეკისრებათ. მათი განცხადებით, მცირე შემოსავლის პირობებში დამატებითი ფინანსური ვალდებულებების შესრულებას ვერ შეძლებენ. მიგრეთ ვერ მუშაობ. მთელი დღე ისევ დგავართ და ახლა გადასახადები. რას გვიკეთებენ იმ გადასახადისას? თორე კი ბატონო. რამე გარანტიას გვაძლევენ, რამე შეღავათი გვაქვს. ლიცენზიები ადრეა ხალხს უჭირს. ძალიან ბევრს ვაკეთებთ თანხას და ლიცენზია საჭიროა. ჯიბებში აღარ გვეტევა ფული და ნუ წაიღონ მერიამა და ეცხოვრონ, ღამათ ოჯახები აცხოვრონ. მოსალოდნელი ახალი რეგულაციები კერძო ტაქსის კომპანიებსაც შეეხება. იმ შემთხვევაში, თუ კი მერიამ ლიცენზიის ვალდებულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, ტაქსის გამოძახების კომპანიები არ გამორიცხავენ, რომ დღეისთვის არსებული ტარიფი მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ჩვენ ზრუნავთ მგზავრებისთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის. რომ ყველანაირად უწყობთ ხელს, რომ თუნდაც 3 მილიარდის ფარგლებში ვატაროთ ცენტრალურ უბნებში. ხარჯი რახან გაიზრდება მძღოლს, გაიზრდება ტარიფი მგზავრსაც და აწყობს მგზავრს ძვირად სიარული. რა რეგულაციებია მოსალოდნელი ტაქსის მძღოლებისთვის ჯერჯერობით უცნობია. მერიაში ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. თბილისის მუნიციპალიტეტში განაცხადეს, რომ ჯერჯერობით ლიცენზიის ამოქმედების საკითხი იდეის დონეზე არსებობს. მერიისგან განსხვავებით ლიცენზიის შესახებ დაგეგმილ მსჯელობას ადასტურებენ საკრებულოში. უმრავლესობა და ოპოზიციაც თანხმდება, რომ ტაქსით მომსახურების სერვისი მოსაწესრიგებელია, თუმცა მათივე განცხადებით ახალი რეგულაციები მძღოლებისთვის დამატებით ბარიერად არ უნდა იქცეს. ასეთ რეგულაცია გააუმჯობესებს ხარისხს, მაგრამ იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში არის საოცარი ეკონომიკური დაღმასვლა, ლარი უფასურდება და გაღატაკების ზღვარზე არიან ეს ადამიანები, ათასობით ადამიანი დარჩება სარჩესაბადების გარეშე, ვერ ირჩენს თავს, დარჩება უმუშევარი, როცა ჩვენ ვერ თავაზობთ მათ სამუშაო ადგილებს, ეს მიგვაჩნია სრულიად დაუშვებლად. ეს რეგულაციები უნდა იყოს მხოლოდ ასე ვთქვათ წესრიგის მოსაყვანი და არა ზედმეტი რაღაც ბარიერი ან გარკვეულწილად რაღაცა ტვირთი იმ ადამიანებისათვის, ვინც ამ სფეროში იქნებიან მომავალში დასაქმებული. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ტაქსის მძღოლების უმეტესობა ლიცენზირების სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს და ისინი შემოსავლის წყაროს დაკარგავენ. მათივე განცხადებით, ტაქსით მომსახურებაზე რეგულაციების დაწესება აუცილებელია, თუმცა გათვალისწინებული უნდა იყოს მძღოლების სოციალური მდგომარეობა. ადამიანი, რომელიც საქმიანობს დღეს ეწევა ტაქსით მომსახურებას, დალხენილი ცხოვრების გამო არ მომხდარა. ამ საკითხების გადაწყვეტის დაგეგმვის პროცესში მერია უნდა იყოს ძალიან ასე ვთქვათ ზედმიწევნით ფაქიზი და ზედმეტად ყურადღებით უნდა მოეპყროს ამ თემის სოციალურ ნაწილს. როდის გახმაურებს მერიის სატრანსპორტო სამსახური ლიცენზიის საკითხთან დაკავშირებულ დამატებით დეტალებს ჯერჯერობით უცნობია. მოქმედი კანონმდებლობით მგზავრთა კერძო გადაყვანის სფერო არ რეგულირდება.